ვიდეოს რო ჩავრთავ, ენა მებმის. 2 თვეზე მეტია ვიღებ ვიდეოებს. დამცინეს? თუ რატო? ვის გადაუგზავნა? როგორი მადლიერი ვარ ჩემი თავით რომ დავიწყო ვიდეოების გადაღება. ის გავაკეთე მე. აი ვიდეო კიდე კაც შეერჩა ეს ჩემი. დაგსჯის ამისთვის შენ ღმერთი. სად ვთქვი რომ ათეისტი ვარ? ქრისტიანები მწყევლიდნენ. შიშით დამაჯერებენ რაღაცაში და შიშით უნდა მქონდეს რწმენა. აი რამდენი ადამიანის ნამდვილი სახე ვნახე და მიწერეს რომ თვალებს შორის 2 მეტრიანი დაშორება აქვს. რა? მოусმინე ვიდეოს შეიგნე, მაგი კი არა. ChatGPT-მ დაგაწერია. ტექსტებს იზეპირებს და ისეყვება. რაღაც ვიდეოს უყურა და თავი გონია ჭკვიანი. უნივერსიტეტში რამოდენიმე მითხრა რომ შენი ვიდეოები ვნახეო. მე რომელიც ყოველ ვიდეოზე მიწერს მაგას, ყოველ დღე. ვიდეოს რო ჩავრთავ, ენა მებმის. როცა რეალურად აი რო დაუშვდე მეგობარს, ეგრე არ ვარ რა. Hello guys. არ მინდოდა ესე ჩამეწერა ვიდეო, მაგრამ მეთქი შტატივი მაქვს სახში პატარა. შტატივი მაქვს სახში პატარა არადა და მეთქი მიკროფონსაც დავიჭერა ასე და ვისაუბრებ თქო, მაგრამ ატომღაც დღეს მომინდა გადამეღო. ეხლა ჩემი შტატივი არის ჩემი ქოლგა და ვარ ზღვაზე. მოკლედ ხო უკან ეს სიბნელი რაცა ეს არის სხვა. 2 თვეზე მეტია ვიღებ ვიდეოებს, ანუ სასაუბრო ვიდეოებს სოციალურ ქსელებში. უფრო TikTok-ზე ვდებ და ვდებ YouTube-ზე. და დავიწყე ამის გაკეთება, იმიტომ რომ პატარაობიდან მქონდა სურვილი ზოგადად ვიდეოების გადაღების, ანუ ძალიან მომწონს. კამერასთან საუბარი, რაღაც გაზიარება, რაღაცები. კლარწებზე ვიღებდი, რამაჩუკას დაბადების დღეზე, ჩემი დღიური და ეგეთებზე ვიღებდი რა უფრო. ხო და ეგ აკაუნთი მე მოკლედ YouTube-ზე, ანუ 2017 წლის YouTube-ის აკაუნთია რა, მიახლოებით ესე იქ. და ეს დამებლოკა. ანუ ვაფშე აღარა ეგ აკაუნთი და ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ რაღაც თან ბურგერ ჩელენჯი მე და ჩემ ადამს გადავიღეთ რა. და აი მაგას ვუყურებდი კი მაინც, ანუ რომ გავია წლები და როგორი ვიყავი მაშინ. მესაყვარლება რა ეგეთების ყურება, მაგრამ არ არის. ეგ ვიდეო, იმიტომ რომ რაღაც მახსოვს მოკლედ, ანუ Google-მა მომთხოვა ბარათის მონაცემები რა. შევიყვანე დედაჩემის ბარათის მონაცემები, მაგრამ მე შემეშინდა მეთქი ფული არ ჩამოიჭრას თქო და რაღაცა და წავშალე და არხით დაიბლოკა. მგონია რომ მოკლედ რაღაც დავარღვიე მგონი რა, რაღაც დანა გამოვაჩინე ვიდეოში თუ რა იყო აღარ ვიცი. გავიდა ეგ წლები ხომ? ჩვეულებრივად ცხოვრობ ისა ესა და მე დაიწყო, მე მოკლედ სურვილი მაინც სულ მქონდა მეთქი აი მინდა. დაჟე მიძახდნენ YouTube, ანუ უბნის ბიჭები და თან ვღადაობდით, თან ისეთი, ანუ მაინც კაი დრო იყო რა. ვიდეოს ჩავსურას ვნახე. ჩემს არხზე და დღეს უნდა გაჩვენო კეთებული სკვიშები და დავიწყოთ. პირველი არის ესეთი სკვიში, რომელიც გავაკეთე მე. ეგ ვიდეო კიდე კაც შეერჩა ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია რა, უბნელი და მაგის აკაუნტზე გადავიღეთ და ეგ აკაუნტი ხო არის და ვიდეოც ხო არის, მაგრამ ჩემი აკაუნტი მარტო ვიღებდი ხარ, ჩელენჯს ვაკეთებდი ან კლარწებზე, ჩემი კლარწების კოლექცია. დროთა განმავლობაში რაღაცნაირად ეს რომ დამჩასურვილი ხო, მინდოდა გადაღება, მაგრამ ჩვენ თავს მეთქი ვაჩერებდი, იმიტომ რომ კრიტიკის შიში მქონდა რაღაცნაირად, მეთქი რაღაც სიტყვიან დამცინებენ, კრინჯი, გოიმო, ჰაჰა, ვიდეოებს იღებს, კრინჯი. ხო და მართლა ერთი წელი თუ 2 წელი მიახლოებით მქონდა სურვილი, მე კიდე დავფიქრდი რა, ანუ ეს ბოლო წლები დავფიქრდი კიდე, მაგრამ მე მეთქი no. მაგრამ მე მაინც ოდნავ რაღაცებს ვიღებდი TikTok-ზე, რაღაც პატარ-პატარა ვიდეოებს, მაგრამ რო ხედავდი მე რომ გადაზიარება უფრო მეტი ქონდა, ვიდრე ლაიქები, ან გადაზიარება იყო მეტი, მეთქი ანუ დამცინეს? თუ რატო? ვის გადაუგზავნა? და only me-ზე ვაყენებდი, თორე წაშლით არ შვლიდი რა, არ მეშინოდა იმდენად უბრალოდ only me, ანუ პუბლიკიდან ვშლიდი რა, ასე ვთქვა და მაინც ვცდილობდი რაღაცეებს რა. 2025 წლის 11.06-ია, როცა გადავწყვიტე მეთქი всё, მკიდია, მაგრამ ძნელი იყო მართლა ხალხო ვიცი. შენმა იმან რო ნახო, ჩემმა ამან რო ნახოს, ანუ მართლა ძალიან ბევრი იმას ვქენდი რა, ვეცადე და აი როგორი მადლიერი ვარ ჩემი თავით რომ დავიწყო ვიდეოების გადაღება, აი როგორ ვამაყობ იცით? რო გადავლახე შიში რა მაინც. მაგრამ გზაში ძალიან ბევრი შეფერხება მქონდა სხვათა შორის. ანუ მაქიდან მოყოლებული მოკლედ უკვე 2 თვეზე მეტია რაც ვიდეოებს ვიღებ. არა სისტემატიურად, თქმა უნდა, ყოველ დღე და რაღაცა არა, მაგრამ ადრე კი მქონდა ეგეთი მიზანი, რომ მეთქი ყოველ დღე ერთ-ერთი ვიდეო. ჩააკრე შუქი. მაგრამ ხან ვერ ვიღებდი, ხან პირიქით დღეში 3 ვიდეოს ვიღებდი, ან უფრო მეტს. მე ხან დღე ჩაგდებით ვდევდი, ხან ყოველ დღე ვდევდი, ანუ მაგი ალგორითმებს მე მართლა არ ვუყურებდი. ალგორითმები დიდად, ანუ
რა ვიცი, რომ თავად კაი ვიდეო იყოს და ალგორითმებს და ჰეშტეგებს დიდად არ მოყურებდი, რა უბრალოდ ჰეშტეგს ვდებდი, გააზიარეთ ცოდნა, ეს ჩემი ან მან ყვებოდი რა ვსაუბრობდი. ვიღებ ვიდეოებს უფრო ფსიქოლოგიაზე. რაღაც უბრალოდ რაღაცაზე ვყვები, ან ფსიქოლოგიაზე, ან მოკლედ ვაზიარებ ცოდნას რა, ერთი კონკრეტული კატეგორია ვიდეოების არ მაქვს რა. რაც მეცოდნა მაქვს, მაგას ვაზიარებ სოციუმში, იმიტომ რომ მინდა რომ ხალხმა გაიგოს. რამდენი კაი ვიდეო მაქვს მართლა რა, მაგალითად რატო არ მუშაობს დიეტები, რო კვანტურ ფიზიკაში, მაგრამ არასათანადოდ არის დაფასებული რა ეგ ვიდეოები, იმიტომ რომ საკმაოდ ნაკლებმა ხალხმა ნახა რა. და რაღაც უაზრობა ვიდეოებს რო ვდებდი ხოლმე ხო, მანდი იყო ნახვები მაინდა-მაინც. ანუ ეგ ეგეთია. ვიდეოს ბოლოში გეტყვით რჩევებს. მოკლედ აქედან დაწყებული 80 დავთვალე ამას წინათ და 80 ვიდეოზე მეტი მაგ დადებული. 2 თვის განმავლობაში და ოდნავ მეტი ხო რაღაც დღეებია კიდე პლუს. ჯამში გამივარდა, ასე ვთქვათ, 5 ვიდეო, ანუ რომელსაც აქ 10000-ზე მეტი ნახვა. ლაიქებს, აი მართლა გეუბნებით, თუ დაიწყებ გადაღებას, ლაიქებს კი არ ნახვებს მიაგზე ყურადღება უფრო, იმიტომ რომ ლაიქები შეიძლება ზოგმა აი ნახა და არ დაალაიქებს, ან ფოლოვერებსაც თუ გინდა იმენე კონტენტი რომ აი ფული აკეთო, მაშინ შეიძლება მოგიწევს რა უყურო ლაიქებს და იმას რა, ფოლოვერებს, მაგრამ დამიჯერე ფოლოვერები არ უდრის და ლაიქები არ უდრის, რომ შენი ვიდეო არის კარგი თუ ცუდი. იმიტომ რომ ანუ შეიძლება ვიღაც ბაბუაჩემის წოლა კაცმა დაგაფოლოვოს, სათხარ ლამაზო ეგეთები მწეროს. ეგეთები გინდა ეგეთ ფოლოვერები, ანუ მე უფრო მინდა გააზრებული ფოლოვერები მიხდით, რომ უყურეს ვიდეოს, მოეწონა ჩემი თემა და მაგით დამაფოლოვა. საკმაოდ ბევრი ჰეითი მივიღე სიმართლე რო გითხრათ. და ამანად თქმა უნდა ოდნავ იმოქმედა ჩემზე, იმიტომ რომ მეთქი ვაუ რეებს წერდნენ, ანუ ერთი ვიდეო მაქვს მოკლედ რელიგიაზე გადავიღე რა. ვიცი საქართველოში ამაზე ლაპარაკი ოდნავ ძნელი თემა იქნებოდა ისედაც და ხალხში დიდ რეაქციას გამოიწვევდა, მაგრამ გადავიღე და კაი კომენტარების გარდა, თქმა უნდა რომ აი გაიზიარეს ჩემი აზრი, ვიღაცა მეთანხმებოდა, ვიღაცა საპირისპირო აზრს წერდა, მაგის გარდა იყო კიდე აი ცუდი დღეები რო გექნება, მე ნახავ დაგსჯის ამისთვის შენ ღმერთი ათეისტო, ანუ სად ვთქვი რომ ათეისტი ვარ? ქრისტიანები მწყევლიდნენ. და ანუ რას ფიქრობენ, ანუ მართლა ვერ ხვდები რას ფიქრობენ ეგეთი ხალხი, რომ ანუ შიშით დამაჯერებენ რაღაცაში და შიშით უნდა მქონდეს რწმენა, აი რელიგიაზე ვილაპარაკე და რწმენაზე ხდებით ტაროებით და ისიც ვახსენე რა ქვია, ასტროლოგიას ვახსენე, რომ ზოგადად რწმენა მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ დავიჯერეთ, მაგრამ 100%-იანი რომ ეს ასიმართლე არა დამტკიცებული თქო ხე, მაგრამ არა ხალხმაო უზრდელო შენო ესა როგორ ბედავო არ და რა ვთქვი ცუდი ვინმეს შევაგინე შეურაცხყოფა მივაყენე თუ რა რამდენი ადამიანის ნამდვილი სახე ვნახე და სამწუხარო რეალობას კი მივიღე რომ საქართველოში ძალიან ბევრი ხალხი არ არის მზად რომ მიიღოს სიმართლე და იყო ვიდეო რომელიც ანუ გოგოებისთვის ჩავწერე ვიდეო მეთქი შევიწროების თემაზე რა და დამიწერე შენ არ ვიცი როგორ დაწერეს ნუ გეშინია შენ ეგ არ დაგემართება და ჰაჰა სიცილის მაილები როცა არის ხვის ისტორია უნდა დუა კიდე ხო ანუ მოკლედ ერთი პერსონაჟია თურმე მე გავარკვიე მულტფილმია გამყენვარება რა და მან არის ერთი პერსონაჟი სიდ და ამას გავხარ ჰაჰა ოკეი გავარ და რა შევხედე ისე მართლა მეთქი ხო ოდნავ კი და ანუ რა მე გავდე მაგრამ ანუ ადონეზე უყვარს ადამიანებს ანუ იმას კი არ უყურებენ რომ აი რას ვსაუბრობ იმას უყურებენ რომ აი როგორ დამამცირონ რაში არ დამეთანხმო დაგაკომპლექსებენ ხდებით მე მაგალითად ანუ TikTok-ზე რომ დავიწყე რაღაცების გადაღება მე გავარკვიე რომ თურმე თვალებს შორის მაქვს დიდი დაშორება არასოდეს არ მეფიქრე ეგეთ რაღაცა მე დამიწერეს რომ თვალებს შორის 2 მეტრიანი დაშორება აქვს მე მეთქი ასე ვუყურებ ჩემ თავს და მეთქი რა მე დავმოღამე რომ 2 მეტრიანი არა ოდნავ კი თქო მე ვფიქრობდი მეთქი ვაუ რატომ აქ ისეთი მაგ როგორიც უნდა იყოს არც ძალიან შორს არც ძალიან ასე უნდა მქონდეს აბა ეძებენ აი რომელი სიტყვა შემეშალა რაღაც ვიდეოში თუ რაღაც სიტყვა არასწორად თქვი ეგრევე ჰაჰა ეს სიტყვა შემეშლება მაგას უყურებენ უფრო ვიდრე ინფორმაციას ანუ გაძლევ ინფორმაციას მიიღე ინფორმაცია გაძლევ ამ ინფორმაციას ხო არა მაგას კი უყურებენ აი რაში არ დავეთანხმო ახლა რა დაუწერო საპირისპირო
დაწერე, კაი, მაგრამ ზრდილობიანად რო არ წერენ ხალხო, მაგაშია საქმე. ამდენი არასწორი ინფორმაცია საიდან? და ანუ დავიკონკრეტე მაშინ რა არასწორი, მაგას კი არ წერს. ეს იმ ვიდეოზე და მიწერს, სადაც ვთქვი, რომ ადამიანს ინსტინქტი არ გააჩნია. და ვიდეოში, სადაც ვთქვი, რომ აი რეალობა არის, იმიტომ რომ არის დამკვირვებელის გარეშე რეალობა არ იქნება სუბიექტური რეალობა და მიწერეს, რომ მოусმინე ვიდეოს შეიგნე, მაგი კი არა, ChatGPT-მ დაგაწერია. ტექსტებს იზეპირებს და ისეყვება. რაღაც ვიდეოს უყურა და თავი გონია ჭკვიანი. ხალხო, რატო გონიათ, რომ ვიღაცას რამეს უმტკიცებ, რომ აღიარონ, რომ აუ, კი, ჭკვიანი გოგოა. წესიარად იმისიც კი აღარ მჯერა უკვე კომპლიმენტები. მომწონს შენი აზროვნება, მე იგივე პიროვნებამ დაუწერა ვიღაცას სხვას, დაურეფლია, რომ თავი გენიოსი გონია. რაღაც მიწერ კომენტარს, კომპლიმენტს თუ არ მოგწონ ვარ. ერთ დღეში 100 ვიდეოს გადაღების სურვილი მქონდა უკვე ისე ვიყავი რა. მაგრამ მე რო დავინახე ცუდი კომენტარები ისე ეს ანუ მეზარებოდა შესლაც კი მუღამიც კი აღარ მქონდა უკვე რა და კომენტარებიც ანუ ხან იყო რამოდენიმე კომენტარი რომელიც მართლა წავშალე რა მაგრამ დაბლოკით არავინ არ დამებლოკია იმიტომ რომ მეზარება რაღაცნაირად არ მინდა ერთი რა ანუ იმის მას ვშობოდი რა იმის აზრებში ვიყავი რომ მეკი კაი წეროს რაც უნდა მივცემ თავისუფალ ნება ხალხი იჯვა თავზე მართლა რა ვეღარ ხედავდნენ უკვე რა დაწეროს რა არა ხდები ანუ ზრდილობიანად წერა არ იცენ იმიტომ რომ რაღაც ეს ონლაინ რო არიან უფრო გონიათ რომ აუ უფრო გამბედავი ხდებიან რა უნივერსიტეტში რამოდენიმე მითხრა რომ შენი ვიდეოები ვნახეო I feel მაგრამ თან რაღაცნაირად მეთქი იმიტომ რომ ადამიანს რო არ ვიცნობ და მაგას რომ მეუნება მეთქი რაღაც ტიტველი მგონია თავი რა მადლობა ჩემ თავს ჯერ რომ გაუბედი მართლა და ეს შიშები დავძლე, მაგრამ ოდნავ მაინც ახლა დამჩა, იმიტომ რომ ვხედავ ცუდ კომენტარებს. რა თქმა უნდა არ მომწონს ხალხო. თან ანუ არა დამსახურებულად მართლა, არაფერი არ თქვი ცუდი მაგ ვიდეოში. მაგრამ ხვდები რომ ყველას მართლა ვერ მოვეწონებით რა. მოკლედ ჩემი რჩევა იქნება, ვინც იწყებს გადაღებას, არ უყურო დიდად. ჯერ აქენი იცი, ერთი კვირა დადევ ვიდეოები, ან ერთი თვე, არ უყურო ლაიქებს, კომენტარებს, გადაზიადებას. დადევი, აკეთე ის რაც მოგწონს. და აიაზრე რომ აი რეალურად არის ეგეთი ადამიანები, ვინც გიწერს ცუდ კომენტარს. წარმოიდგინე, ანუ მე რაზე ვღადაობ, იცი? რო ვტვინავ იმაზე, რომ ანუ ტიპი გადმოდის ჩემს აკაუნტზე, შედის ვიდეოებში, მიწერს კომენტარს და მე იმ ღილაკს აწობა, გაგზავნის და ანუ სისტემატურად ერთი ტიპია, რომელიც ყოველ ვიდეოზე მიწერს მაგას, ყოველ დღე. რაში ხალხო, რაში ხარჯავენ დროს, ან მართლა აბედნიერებს ეს? Okay, უბრალოდ რა იცით, ძალიან არ მომეწონება, რომ აი ჩემს ვიღაც ვიდეოში ვიღაც რო გამოვაჩინო რა, ანუ ჩემი ახლო ადამიანი და მას რომ მიეყენონ შეურაცხყოფა რა. აი, ანუ ეგ მე გადავირები, იმიტომ რომ ჩემზე კაი ხომ კიდია, მაგრამ ჩემს ახლო ადამიანს რო აყენებ შეურაცხყოფას. პლუს დავამატებ იმას, რომ აი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია რა. ნახეთ ადამიანი, ნახეთ მეგობარი მშობლები თუნდაც რომ მხარს დაგიჭერენ რა. კაი გამოცდილება იყო. მეტი არ ვიცი, რაც მინდოდა ის მოვყევი. ზოგიერთი ვიდეოები, რომელიც ძალიან მინდოდა რომ ბევრს გაიგო, სამწუხაროდ არასაკმარისი ნახვები აგროვა რა და იმ ხალხთან არ მივიდა, რომელმაც მინდა რომ გაიგოს. მაგრამ არა უშავს. მის მინდა ძალიან გთხოვთ კიდე, კრინჯობა და გოიმობა ხალხს რომ ეკითხები რა არის? პასუხი თითქმის არ არის. მოკლედ, კრინჯობა გოიმობა არის მათთვის, როცა იქცევი როგორც არაყველა. კრინჯობა, გოიმობა? საიდან გაქვთ ეგ სტანდარტები, რომ ესა კრინჯობა, ეს არა კრინჯობა? ბევრი ვიცი, რომ ვისაც აქვს სურვილი გადაღების რა, მაგრამ ამბობენ, რომ აი მიტყდება, გოიმობა, მე რა ვიცი, რო გავადრო ვინანებ. ინსტაგრამზე ვხედავდი 10 წლის ბავშვებს რა, რომლებიც იღებდნენ რა, ასე ხალისობდნენ. და აი უწერდნენ კომენტარებში რომ კარგად დაიმახსოვრე პაროლი ამ აკაუნტის გაიზრდები და ინანებ ანუ ბავშვი არაფერ უზრდელობას აიღებს ვიდეოში ხალხო და ეუბნებიან რომ ინანებ რა უნდა ინანოს მითხარი შეიძლება გავიდეს რომ და იფიქროს რომ რას ვიღებდი ამას მართლა მაგრამ თუ უზრდელობას არ იღებ რა უნდა გაგიტყდეს მაშინ ანუ იმ მომენტში იქცევდი როგორც იმ მომენტში გინდოდა რა ხალხი 18+ ვიდეოებს იღებენ და სახეს აჩენენ სხეულს ხო ვაფშე და არ უტყდებათ მათ და თქვენ რატო გიტყდებათ ხანდახან მინდოდა რომ აი მეორე აკაუნტი შემექმნა დამეწერა ჩემ ვიდეოზე რაღაც ცუდი და ვნახავდი ვინ დამეწერა ჩემ ვიდეოზე რაღაც ცუდი და ვნახავდი ვინ დაალაიქებდა კიდევ რჩევა მინდა გითხრათ ვიდეოებისთვის რომ თუ რაღაც ძალიან სერიოზული ვიდეო არა ხალხო პირველი დუბლიდან გადაიღეთ და всё. ადრე მე მეთქი რაღაც არ გამომჩეს მნიშვნელოვანი, უნდა ვთქვა უეჭველი ან რო დავდებდი ვიდეოს მეთქი რატო არ ვთქვი ეგ რაღაცა ხა გამომჩა უნდა მეთქვა ეს. No. всё, მიიღე როგორი ვიდეოც გადაიღე, ხტები?
პლუს მინუს თუ მოგწონს, всё. დებით, იმიტომ რომ რაც არ უნდა იდეალურად იძახო, რაც არ უნდა იდეალურად ილაპარაკო, რაც არ უნდა გამართული ქართულით ისაუბრო, ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს და ზოგიერთისთვის ვერ კი არა. ზოგიერთს მართლა არც კი შეუძლია გაგება რა. ანუ დავამუღამე კიდე რომ მართლა ვიდეოში სადაც აი ვცდილობ რომ გადავიღო კარგად, რო დავდებდი მე ხო, უფრო ნაკლები ნახვა ქონდა, ვიდრე ვიდეოს, სადაც გადავიღე ერთი დუბლიდან, ანუ ერთი კადრიდან და всё. ეს მომიტანა გამოცდილებამ და აი მაგიტო ძალიან მომწონს რომ დავიწყე ეგეთ ვიდეოების გადაღება. ჯერ ხო დავაფიქრა ხალხზე, მეთქი რა დონეზე მართლა საქართველოში არის ძალიან ხალხდებით. მე კიდე ბუნებრივად იყავი რა მართლა. შეგეშალა რაღაც სიტყვა, არა უშავს, ჩასვი. ხანდახან პირიქით ხიბლიც აქ ჩასვამ. ვიდეოს სადაც ვეცადე და ედიტე იმენა კარგად ამოვჭერი ყველაფერი, ნაკლები ნახვა ქონდა საბოლოოდ და არ და ვიდეოს სადაც უნდა უბლუგუნებ, მეტი ნახვა ქონდა. ეს არის ესე თქმაც მინდა. არა მგონი მეტი კიდე, ანუ კიდე მაგ რა თქმა უნდა იდეები, რასაც მინდა ვილაპარაკო ვიდეოებში, რა თემაც მინდა წამოვჭრა, მაგრამ ეხლა თან გამოცდები მეწყება რა, დასკვნითი გამოცდები უნივერსიტეტში. და რაღაცნაირად თან მეთქი საკმარისია მართლა რა, რაც გადავიღე უკვე კაია რა. ვინც გამიგო ძალიან მომეწონა მართლა და გამოცდილება მე ვიღე, მაგრამ თან შიშიც მქონდა ბევრი კი მართლა. ბევრს გონია რომ აი რა ადვილია ვიდეოების გადაღება რა უნდა მაგას ძალიან მოქმედებს ფსიქიკაზე რა მართლა რომ ისა 1000 უცხო ხალხია და 1000 არც კი უფიქრდება რეებს გიწერენ. თუ არ ხარ აი სტაბილური Twitch შეფასებაში, ძნელი იქნება, იმიტომ რომ ძალიან იმოქმედებენ შენზე რა. ალბათ გადავიღებ კიდე რაღაც ვიდეოებს, მაგრამ ამ თვეში აღარ მგონი. ან ძალიან იშვიათად რა მოკლედ უკვე რაღაცნაირად ამოვიფიტესავით რა რაღაცნაირად გადავიწვისავით. მაგრამ აი მადლიერი ვარ, არაფერზე არ ვნანობ ვაფშე. ოღონდ 1-2 ვიდეო მაქვს, რომელიც დავაყენე, ანუ გადავიღე და დავაყენე მე საბოლოოდ only me-ზე, იმიტომ რომ მაინც მივხვდი რომ ანუ რა იცი, ცუდი ვიდეო კი არ იყო, უბრალოდ არასათანადო ადამიანებს შეხვდა ეს for you-ზე, რომლებმაც ვერ გაიგეს. შეურაცხყოფები რა მეზარებოდა და დავაყენე only me-ზე რა. ეგეთ არის ორი. ერთი არის სადაც ისლამზე ვსაუბრობ, რომ რელიგია ისლამი არც თუ ისე მომწონს თქო, მეორე არის პიკაცი ადამიანს გააჩნია, მაგრამ ის ვთქვი რომ მე პირადად უფრო აი ქალს უფრო ვენდობი ვიდრე კაცს რა. რაც სრულიად ნორმალურია, იმიტომ რომ გოგო ვარ და 21 საუკუნეში რამდენი ხროვა კაცების. ზოგი რაღაცა მართლა არ უნდა ითქვას რა, იმიტომ რომ ვერ იღებს ხალხი. ეგ მივხვდი ძალიან. რომ ხედავდი რაღაც unfollows ჩემს account-ზე რაღაც ვიდეოს დავდებდი და მე დამაუნფოლოვებდი ადამიანი მეთქი რა ხდება რაღაც არ დამეთანხმა ჩემი აზრი არ მოეწონა თუ წავიდა ანუ უნდა წავიდეს ხდები დავიწყე ვიდეოების გადაღებას ანუ მყავდა 300 ფოლოვერი ეხლა მყავს 1000 რაღაცა 700 კაცი საკმაოდ კარგია YouTube-ზე 50 ფოლოვერი მყავდა რომ დავიწყე თუ რაღაც ეგრე. მქონდა მანამდე უბრალოდ რაღაცებს ვდებდი რა, არასასაუბროს რომ დავიწყე 40 ფოლოვერი მომემატა ჩემი ვიდეოებიდან. რა იცი? YouTube-ზე ვდებდი უფრო მართლა რომ მნიშვნელოვან ვიდეოებს რა და არა ისე რა ქვია, ყოველ ვიდეოს რომელიც დავდები TikTok-ზე. მაინც კარგია. კუშა. წაბედი. კარგად, და ეხლა შეხედე, ამ ვიდეოს ხო დავდებ, მე მეთქი, აუ ეს უნდა მეთქვა, არა. всё, stop.